წმინდა დიდმოწამე ბარბარე მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეწამა ქრისტიანობისათვის. იგი ქალაქ ილიოპოლიში მდიდარ ოჯახში აღიზარდა. მამამისმა დიოსკორემ მაღალი კოშკი ააგო და ქალწული შიგ ჩაკეტა. მან გადაწყვიტა დაეკორწინებინა ასული, რომელმაც სასტიკად იუარა მამის შეთავაზება. დიოსკორემ იფიქრა, რა ჩაკეტილ ცხოვრებას იყო მიჩვეული ქალწული, ნებადართო მას კოშკიდან გამოსულიყო და თავად აერჩია მეგობრები. მალე დიოსკორე შორს გაემგზავრა. ამასობაში კი წმინდა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომელთაგანაც ერთმა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო და მოინათლა. ერთხელ ბაღში სეირნობისას შეამჩნია, რომ იქ მშენებარე აბანოს ჰქონდა ორი სარკმელი, რომელიც მამამისის ბრძანებით მზისა და მთვარის დაყვანისცემის ნიშნად გამოეჭრათ. ასულმა სთხოვა მშენებლებს მესამეც გამოეკვეთათ.